main event-ებზე. და პირველი მათგანი Kamas Rings დღეს დაუბრუნდა უძველესი მებრძოლი. ეს არის ის კაცი, რომელმაც პირველმა იჩხუბა შიშველ მუშტებზე საქართველოში. პირველი შეჯიბრი შიშველ მუშტებზე. მან გახსნა, ეს იყო პირველი მებრძოლი და პირველი ვინც გამოვიდა რინგზე. და მისი სახელია დავით ხაბალაშვილი. დავითი არის 65 კილო. მისი სიმაღლეა 163 სანტიმეტრი. მისი წლოვანეკბა კი 23 წელი. დავით ხაბალაშვილი. ხაბალა დღეს Kamas Rings გაიზიარებს Kamas ხალხისთვის უკვე ცნობილ მებრძოლთან. გურამ ვენომ სულაბერიძე. გურამი არის 23 წლის. მისი წონა 65 კილოგრამი. მისი სიმაღლე 172 სანტიმეტრი. Kamas Rings-ზე მას აქვს უკვე ერთი მოგება მოპოვებული და ეს მოგება საღამოს ბრძოლაში მოიპოვა. გურამ ვენომ სულაბერიძე. ყველაზე ძველი მუშტიკრივის მოწყობა თანამედროვე მუშტიკრივის ისტორიაში. ხო, პირველი. მოკლედ, ჩვენი მერვე წვილი. პირველი რაუნდი ახლა ძალიან მალე დაიწყება. ძალიან კარგი დოსიე აქვს ორივეს, ძალიან საინტერესო არის. ორივე საკმაოდ სპორტული აღნაგობით გამოირჩევიან. ახლა პირისპირიდან და პირველი რაუნდი დაიწყება. ნახოთ რა შემოთავაზება მერვე. ხალხიც უკვე გააქტიურდა და ნახოთ რა იქნება ჩვენს Kamas Rings-ზე. დაიწყო პირველი რაუნდი. ჯეტობით ერთმანეთს ესალმებიან, ესე რა თქვა, პირველი სულაბერიძე გადავიდა შეტევაზე. კარგად დაიბლოკა და უპასუხო ხაბალამ შვენიერი იყო. ოვერჰენდი დაიბლოკა და თავისი მარჯვენა უპასუხა მოარტყა. ზუსტად ორივე ელოდება პირველ დარტყმას. ორივე ელოდება პირველ ნაბიჯს, რომელი გადმოდგას პირველი, რომ შემდგომ უკვე კონტრშეტევაზე დაიჭირა. ძალიან სწრაფი 1-2-იანი იყო, უბრალოდ დისტანცია დააკდა. აი ხა ზუსტად აი ხაბალამ აი შვენიერი კომბინაცია, მარცხენა ჯერბი ოვერჰენდი და მესამე ჰუკი გაუვიდა სულაბერიძეს. ჩვენი წესდება არის ის რომ შვენიერი ხაბა ძალიან მაგარი ოვერჰენდი გადაუყო, მაგრამ გამოძურა დავითი. ხაბალა აი წინა ბრძოლას რო შევადაროთ, ბევრად უფრო დახვეწილია ტექნიკურად. ეხლა კლინჩი არის. გურამი ცოტათი მომგებიან პოზიციაში არის, სადაც შეუძლია ეხლა რომ იმუშაოს როგორც კორპუსში ისევე თავის არეში, მაგრამ არ აძლევს ამის საშუალებას. აი გამოძვრა, ამოვიდნენ დადგნენ დისტანციაზე და ისევე ეხლა შეერწყმევიან ერთმანეთს და ისევე გვაჩვენებენ სანახაობას. აი ტრიალის დროს თუ არ ვცდები მოხდა ფეხი, იმედია ტრავმით არ მოჩვენდა. გურამის მოხდა ფეხი თუ არ ვცდები დავითისგან
ეს იყო რა თქმა უნდა უნებლიე ტრიალის დროს სრულიად შემთხვევით მოხდა ფეხი რეფერიმ დროებით გააჩერა ყველაფერი კარგად არის რიგზეა და რაუნდი გაგზავნა მაგრამ სულ მალე დამთავრდება თუ არა ვსწრები რაუნდი სულ მალე და ალბათ აი ესე დაზვერვაში დაასრულებენ ამ რაუნდს სავარაუდოდ ეგრეც მოხდა თუმცა აღარ გაბედა აღარ გარისკა ესე რომ ვთქვა შეტევაზე აღარ გადავიდა რადგან კარტი პატარა მცირედი ტრავმა მიიღო რა ქვია ამ ტრიალოგის დარტყმას ხო Backhand. ქართულად ტრიალში დარტყმა Spinning back fist. ეს საკმაოდ ძლიერი დარტყმა ხომ მე რა გვალიშვილის გავიხსენებ იმან ეცოდა ხოლმე თელტანს ატრიალებ და თელი ტანი ძალა მიდის. და სხვადასხვა ერთი მოგებაც აქვს ესე ნუ რაც მე მაქსიმუმი პირველ რაუნდს დავით ხაბულაშვილს მიცემ ალბათ არავინ არ შემედავება. მეორე რაუნდი დაიწყო მეორე რაუნდი ისევე დაზვერვითი არის ისევე ველოდებით უფრო მეტ აქტიურობას გურამისგან ზუსტად ის გვინდოდა გურამი გააქტიურდა და შედეგიც მიიღო მიაყენა ზიანი მოატყა თავის ოპონენტს ეს იყო ტექნიკური ვარდნა არაფერი მეტი ტექნიკური ვარდნა იყო და განაგრძეს ისევე მებრძოლებმა ბრძოლა ისევე დაზვერვითი არის ისევე ჯეპებით ხდებიან ერთმანეთს ეზალმებიან ერთმანეთს ესე რომ ვთქვათ მიდის ზუსტად ახლა გურამისგან მეორე რაუნდში უფრო მეტი აქტიურობაა ხო ახლა გურამისგან კი გურამი გააქტიურდა ალბათ სწორი ესე რომ ვთქვათ დარიგება მიიღო თავის კუთხისგან და მეორე რაუნდში უფრო მეტად გომში გადავიდა ორი წამით ისევე ტექნიკური ვარდნა არის მეტი არაფერი და გააგრძელეს მებრძოლებმა ბრძოლა ხაი პუბლიკაც ახლა ითხოვს უფრო მეტ აქტიურობას რაც მართლაც ორივე მებრძოლს ცოტა დაპაუზდა დავითიც შვენიერი ჰიტი დაახვედა შემოსვლაზე შეიძლება ითქვას რომ ცოტათი დაიყალნენ არ ამგონია დაპაუზდა რადგან გურამმა აქტიურობა მოუმატა უფრო სტილი აქვს ესეთი არ არის მიზდამენ ძალიან აქტიურები მაგრამ აი რაც მიდის ბრძოლა აი ახლა ნახტომში იყო ძალიან მაგარი სუპერმენ პანჩი ჩაუსვა დავით ხაბალაშვილს გურამ სილავერიძემ კლინჩი არიან კორპუსში მუშაობს ახლა დავითი იცავს თავს ჯეჯობით მხარიც ვიხილეთ აი ზუსტად აი მომგებიან პოზიციაში არის ცოტა დავითი გურამ იცავს თავს ისევ მხარი ძალიან კარგი ხრები იყო ძალიან კარგი და ანუ მიზან მიმართული და თავით კარგად დაიცვა სხვათა შორის დავითმა და მეორე რაუნდის გონგმაც ეს რომ ორი რაუნდი დასრულდა ეს რაუნდი უფრო თანაბარი იყო მაგრამ მე მგონი გურამმა წაიღო ეს რაუნდი მესამე რაუნდი იწყება. ნახოთ, რა შემოთავაზებია ახლა. ჩვენი კომენტარი, ჩვენი მებრძოლები უფასერად. საკმაოდ კარგი ბრძოლა მიმდინარეობს. ეს მესამე რაუნდი გადაწყობს ყველაფერს. მესამე რაუნდი გადაწყობს ყველაფერს. აქ მეოთხე რაუნდს ჩვენ ვერ ვიხილავთ. რადგან რატომაც არა შეიძლება ვიხილავთ, მაგრამ იუამაკამდე საფრთხე უფრო მეტად აქტიური არის და უფრო მეტად გამოზომილ და სწორ დარტყმებს აკეთებს დავით. თითქოს ესე ანუ მაყურებელი და ჩვენს ეს რინავს მეცინა ამაგრელებელი
ყველაფერი საშუალება მოგვიტანეს. გრძელდება ბრძოლა, გრძელდება მესამე გადამწყვეტი რაუნდი არის ახლა დავითისგან კარგი დარტყმა იყო. განხორციელებული დავითი კარგად შეხვდა. დავითი როდესაც აქტიურობს, შედეგს იღებს. მეორე რაუნდში არ აქტიურობდა, შედეგი ვერ მიიღო, ვერ მიაყენა ზიანი. ეხლა მოიქნია მოარტა კიდე სულოპერიძეს. კლინჩი არიან და ცდილობს ხრიჭო მოძებნოს დავითმა გურამის მიმართ, მაგრამ ახლა შეტრიალდნენ. ეხლა პირიქით კლინჩი მიბრძოლა დავით სულგის აღება უნდა მე მგონი ხელი თუ გადააწევინა და გავიდა სულ იცვლება ბრძოლის ტექნიკა სტრატეგია სულ იცვლება ხან ერთი მედგომში გადადის კლინჩიდან გამოვიდნენ ორივე და ისევე ჯეჯერობით დისტანციური ბრძოლა მიმდინარეობს. ეხლა მოიგებს აქტიურობა, ეხლა მოიგებს ფიზიკური მომზადება. რაუნდის ბოლო არის და აქტიურობა არის საჭირო. ცოტათი არიან დაიღალნენ, ეხლა მოიგებს ფიზიკური მომზადება. ვინც მეც მოიქნევს, მეც მოარტყავს. იმიტომ არ ყავენ ერთმანეთს, შეუძლია ხო. კარგი მოქნეული ხელი იყო ეხლა დავითისგან გურამ აიცილა ის. ახლა შეუძლია სანამ დასრულდება რაუნდი, მანამდე ფილები ჩაიწეროს როგორც გურამმა ისევე დავითმა, მაგრამ გაჩერდნენ ძალიან რთულია, საკმაოდ რთულია. 10 წამი ეს არის მოუწყებელი იმისა, რომ მესამე რაუნდი უკვე სრულდება აქტიურობისკენ მოუწოდებს ხალხიც საკდამსვენელ საზოგადოება და მესამე რაუნდი დასრულდა. ძალიან რთულია ამ რაუნდის შეფასება. საკმაოდ ამ ბრძოლაში ძანძნელი გადაწყვეტილების მიღება შედგა საჯების ხმების უმრავლესობით, არაერთობლივი გადაწყვეტილებით მოგებულია ხაბალა! მე მინდა ვთქვა, რომ ამ ბრძოლაში ჩემთვის წაგებული არ არის. და მინდა ორივე მებრძოლს უღრმესი მადლობა გადაუხადო ასეთი შესრულებისთვის, ასეთი თავდადებისთვის და ასეთი ბრძოლისთვის. ხაბალ, როგორც მოგებულს, პირველს შენ გაკითხები, გილოცავ და გაგვიზიარე. რა ვარია? მოგესალმებით ყველას. მადლობას გიხსნით მობრძანებისთვის, გვერდში დგომისთვის, დაფასებისთვის. დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყავი ჯერ კიდევ აქ. როგორც შედგა მოვედი და გამარჯვებით მეგობრებო. მადლობა ჩემს მოწინააღმდეგეს გურამს. ძალიან მაგარი კაცია და პატივისცემის მეტი არაფერი არ მეთქნის. მადლობა ასევე ორგანიზატორებს. ეკუთვნის ნამდვილად. მადლობა გიორგის, მადლობა გიგას. მადლობა ჩემს გუნდს Warriors, ჩემს მეც, რომლებიც გვერდში მედგნენ და ყოველ დღე თავზაუგო და შრომობდით ერთად. და ეს გამარჯვება მათი დამსახურება. ასევე მადლობა ჩემ ოჯახის წევრებს. აგერ ჩემი ძმები საბა და ნიკოლოზი აქ არიან, ჩემი სისხლდახორცები და რავი რა, ყველას დიდი მადლობა, ვინც მოხვედით, არ მოხვედით, უცხოეთში ხართ, ემიგრავი, ყველას დიდი მადლობა, რა მოკლედ. ხაბალა აქ არის და ყველა ხათაბალაშია, მეგობრებო. გილოცავ ხაბალ.